ლევან ხაბეიშვილი დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩავწერეთ ჩვენ სხვათა შორის არ იყო მოლოდინი რომ მას რამდენიმე საათში დააკავებდნენ ის ჩვენთან საუბარში ეხმაურება ირაკლი კობახიძეს რომელმაც დღეს ასეთი რამ თქვა რომ ერთი სასაცილო კაცი მეორე სასაცილო კაცს აწვდის მესიჯებს აწვდის დავალებას და სწორედ ასე მოქმედებს ლევან ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობდა რომ ირაკლი კობახიძის ეს განცხადებები რაც ამ თემას უკავშირდება მხოლოდ ერთ რამეს მიანიშნებს რომ თავად ქართულ ოცნებაში არსებობს დიდი შიში ერთის მხრივ ოპოზიციის მიერ დაანონსებული რევოლუციისა და მეორეს მხრივ ასევე შიდა დაპირისპირებისა არსებობს შიში იმისა რომ ყოფილი მაღალჩინოსნები რომლებიც უკვე აღარ არიან ქართულ ოცნებაში მოქმედებენ ქართული ოცნების მოქმედი ლიდერშიპის წინააღმდეგ და აქ შესაძლოა იგულისხმებოდეს ყოფილი სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ან ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი რაზედაც დღეს კობახიძეს კითხვებს უსვამდეთ ხაბეიშვილი კი ამბობს რომ მას სწორად ეშინია თუ კი ამ კონკრეტული ფიგურების მიმართ აქვს ეჭვი და ესენი არიან სამიზნეები ირაკლი კობახიძის რადგან შიდა დაპირისპირება უკვე დიდი ხანი არსებობს ქართულ ოცნებაში და დღესაც ირაკლი კობახიძეს აქვს საფუძვლიანი ეჭვები რომ ეს დაპირისპირება ღრმავდება თუმცა ხაბეიშვილი ასევე ამბობს რომ რეალურად სატელევიზიო კომენტარების სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძე სწორედ ასე ესაუბრება მისი პარტიის ლიდერს მას სურს რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაიწყოს სამართლებრივი დევნა და ის მიანიშნებს ბიძინა ივანიშვილს რომ როგორმე მოხდეს ან ღარიბაშვილის ან ლილუაშვილის დაკავება და ასე ჩამოიშოროს მან ყოფილები მისთვის რომ სამომავლოდ საფრთხე არ არსებობდეს თუმცა თავადაც განწირულია ამბობს ხაბეიშვილი და მიმართავს ირაკლი კობახიძეს მიუხედავად იმისა თუ რა სამართლებრივი პროცესი შეიძლება წარიმართოს ნებისმიერი ფიგურის მიმართ ხაბეიშვილი ამბობს რომ 4 ოქტომბერს საზოგადოება გასცემს მათ პასუხს. სწორად ეშინიათ ღარიბაშვილისაც, ლილუაშვილისაც, გომელაურსაც და ორჯონიკიძე სვეტლანას ფიქრები რომ ის ძალოვან უწყებებში ჩამოიშლება და ის ხომ ბიძინას ეუბნება რომ ღარიბაშვილის ძალოვანში ბევრი ხალხი ყავს, ლილუაშვილის ძალოვანში ბევრი ხალხი ყავს, გომელაურის ძალოვანში ბევრი დამაჭერინე თორე დედა გვეტირა, დაგვამყო უკვე შენმავე შვილებმა. ამ მესის უგზავნის. ვერ ბედავს იმ აბა ახსენო სახელი და გვარებით რომ ღარიბაშვილია, რომ ლილუაშვილია, რომ გომელაურია, აბა ახსენოს. შიშა რა მხდალია კაცო უნდა გესმოდეთ აბსოლუტური ესეთი რა ქვია შიშო დიდი თვალები აქვს და ესე რომ იყურება ზღმურტლიანი თვალებით და იმის და ზღმურტლიანი თავით რომ ვერ გაბედავს ხალხო უნდა გესმოდეთ რომ ეგ რეჟიმი აღარ არსებობს და აღარაფერზე აღარ დგანა და ვერც 4 ოქტომბრამდე ასე ვთქვათ ეს ხალხი ვერ მოახერხებს წამოდგომას უნდა გესმოდეს სვეტა რომ შენ დრო ამოწურულია ყველა მხრიდან ხალხმა უკვე ბიძინასაც ჩაურთო წამზომი და 4 ოქტომბერს განაჩენს გამოუტანს და მეორე მხრივ შენ უკვე აღარ ხარ ფორმალურადაც აღარ ხარ პრემიერი იმიტომ რომ შენ ადგილას უკვე მოაზრებული აქვს ბორენკა ივანიშვილს იაპონიაში საქართველოს ელჩი რომელიც უტასთან bis keshi chemodnebit და შეგიძლია ახლა ამის გადამოწმება დაიწყო. არათუ ჟონავს მოჩხრიალებს ეს კონკრეტული ინფორმაციები ერთი მარტივი მიზეზით. ყველა ეჭიდება ამ 4 ოქტომბერს რომ იქნებ შვიდობიანად, დაუცილებლად ასე იქნება, დავამხოთ ივანიშვილის რეჟიმი. ასე ეხმაურებოდა ლევან ხაბეიშვილი ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებულ განცხადებას. ეს იყო მხოლოდ მოკლე მონაკვეთი მასთან ჩაწერილი ინტერვიუს, ვრცელ ნაწილს კი ცენტრალურ გამოშვებაში შემოგთავაზებთ.